მოგესალმებით ბატონო, დავიწყოთ სეზონური ვირუსით და ძირითადად ეხა ხალხი ზღვიდან მთიდან ბრუნდება რა ვირუსები და ინფექციებია და შესაბამისად მზადება ახალი სასწავლო წლისთვის რა უნდა გავითვალისწინოთ და ძირითადი რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, სწორი აქცენტია პირველ რიგში ეხლა რა ვირუსის უფრო მეტი გამოვლენა ქვეყანაში და რომელი მიმდინარეობა რა სისტემის დაზიანებას ჭარბობს, ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ზაფხულზე ვლაპარაკობთ და არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი კითხვის მეორე ნაწილი, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვემზადოთ ზამთრის სეზონისთვის. თუ ორად გავყოფ წელიწადის დროს ზაფხულთან დაკავშირებით ის რაც ეხლა არის ქვეყანაში აქტუალური, ამასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს გარკვეული შეფასების შესაძლებლობა და ასევე გვაქვს გარკვეული შეფასების შესაძლებლობა თუ რა მოლოდინი არის 2026-2027 წლისთვის ზამთრის სეზონისთვის და რა იქნება ძირითადი რეკომენდაციები ამ თვალსაზრისით. პირველ რიგში დავიწყებ ალბათ ზაფხულით და დავიწყებ ორი ძირითადი მიმართულებით. ერთი ეს არის თუ არა რომელიმე ტიპის ვირუსი, რომელიც ძირითადად რესპირაციულ სისტემას აზიანებს და მეორე მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულ ტერმინს გამოვიყენებ არის თუ არა ენტეროვირუსების ბჭყალებში თუ რატო ბჭყალებში ამას მოგვიანებით ვიტყვი გავრცელების მატება ეხლა აგვისტოს თვეში როდესაც სეზონი არის პიკზე. რაც შეეხება რესპირაციულ ვირუსებს, აქ ალბათ უნდა აღინიშნოს რომ ერთი გარკვეული განსხვავება ჰქონდა წელს, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკა, მაისშიც, ივნისშიც და ივლისშიც ერთეული, მაგრამ მაინც დაფიქსირდა გრიპის შემთხვევები. ეს განსხვავება, ვინაიდან როგორც წესი, გრიპის სეზონი ქვეყანაში მთავრდება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში და ივნის, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი როგორც წესი არის გრიპისაგან თავისუფალი თვეები, თუმცა წლევანდელი წელი, ისე როგორც შარშანდელიც, ასევე იყო გამორჩეული, მცირე რაოდენობით ერთეული, მაგრამ შემთხვევები გრიპის მაინც იყო დაფიქსირებული. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჭარბობდა ის ვირუსები, რომლებსაც უფრო მეტად შეუძლია მსუბუქი მიმდინარეობის დაავადების გამოწვევა, ეს არის რინოვირუსი, მეტაპნევმოვირუსი, ადენოვირუსი, ასევე იყო გარკვეული ჯგუფი პაციენტებისა, სადაც დაფიქსირდა მიკოპლაზმა პნევმონიის შემთხვევები, მაგრამ ერთი არის ხაზის გასასმელი, არც ერთი ამ ვირუსის უკან არ დგას მძიმედ მიმდინარე დაავადება, არ დგას ფილტვის ანთების როგორც გართულების, განვითარების მაღალი ალბათობა, სუნთქვის უკმარისობის მაღალი ალბათობა, ანუ ეს არის ვირუსები, რომელიც ძირითადად იწვევენ გაციების მსგავს სიმპტომატიკას, ბრონქიტის მსგავს სიმპტომატიკას, ანუ მიმდინარეობა, რომელსაც არ ჭირდება საავადმყოფოში მოთავსება და ესეთი პაციენტები როგორც წესი ამბულატორულ მეთვალყურეობაზე იმყოფებიან. და მეორე ჯგუფი, მეორე დაზიანება სისტემის, ეს არის საჭმლის მონელებელი სისტემა და აქ ალბათ ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, ტერმინოლოგიურად ენტეროვირუსი ალბათ ნიშნავს იმ ვირუსს, რასაც ნაწლავის დაზიანება შეუძლია და მოლოდინი და სტერეოტიპი მოსახლეობაში გავრცელებული ენტეროვირუსზე როცა საუბრობენ, ეს არის ვირუსი, რომელსაც დიარეა ახლავს თან. თუმცა ენტეროვირუსი არის ვირუსების გარკვეული ჯგუფი და მათგან ყველაზე კარგად ცნობილი და ზაფხულის პიკით და ზაფხულში გავრცელების მაღალი ალბათობით არის კოქსაკის ვირუსი, რომელსაც სხვანაირად იცნობენ როგორც ხელის, ფეხის და პირის დაავადება. ეს არის დაავადება, რომლისთვის დამახასიათებელია გამონაყარის გავრცელება და გამონაყარის ლოკალიზაცია სწორედ ამ უბნებში, ფეხზე, ხელზე და სახის არეში, ტუჩების გასწვრივ და ამ ვირუსს არ ახასიათებს ნაწლავთა მოქმედების გახშირება. ეს არის ვირუსი, რომელიც მიმდინარეობს ძირითადად რესპირაციული სიმპტომატიკით, თუმცა აქ ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არის ენცეფალიტის განვითარების მაღალი ალბათობა, ამიტომ ჩვენ ამ ტიპის ვირუსებს, ენტეროვირუსის ჯგუფში შემავალ ვირუსებს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევ და გართულება ამ კუთხით არის არა თქვა ფილტვის ანთება როგორც პირველი, არამედ თავის ტვინის დაზიანება როგორც ერთ-ერთი მთავარი მისი გართულება, მთავარი და ყველაზე მძიმე. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ძალიან იშვიათია, ძირითადად ეს არის გამონაყარით მიმდინარე, გამონაყარი ძალიან დამახასიათებელია, ჯერ არის ესეთი წითელი ფერის ლაქოვანი წერტილოვანი გამონაყარი, შემდეგ ეს გამონაყარი მუშტუკოვანი ხდება და შემდეგ რაღაც ეტაპზე წყულდება, არის ძალიან მრავალი, არ არის ერთეული, არამედ დიფუზურად არის, მრავლობითი არის გამონაყარი და ლოკალიზაცია, როგორც გითხარით, ხელის, ფეხისა და სახის არეშია
მიმდინარეობს კეთილთვისებიანად, მას არ უნდა სპეციფიური მკურნალობა, არ ჭირდება რაღაც განსაკუთრებული მედიკამენტი, უნდა მოვლა, უნდა დამხმარე თერაპია, წყლის დამატებითი მიწოდება, სითხის დამატებითი მიწოდება, ტემპერატურის კონტროლი და როგორც წესი რამდენიმე დღეში ყოველგვარი გართულების გარეშე აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში მთავრდება ესე. ამავდროულად გვაქვს დიარეით მიმდინარე ეპიზოდებიც, ეს არ არის გასაკვირი. ამის უკან უკვე სხვა ტიპის ვირუსები დგას, ეს არ არის ენტეროვირუსი, დიარეის უკან დგას ძირითადად როტავირუსი, ნოროვირუსი, ეს არის ის ვირუსები, რომელთაც შეუძლიათ გახშირებული ნატლავთა მოქმედების გამოწვევა, ოღონდ მთავარი მისი დამახასიათებელია წყლის დიდი რაოდენობით შემცველი განავლით. ეს გაცილებით უფრო მეტად საშიშია, ვიდრე სხვა ტიპის დიარეა, ვინაიდან მცირე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გაუწყლოება. რამდენიმე საათის განმავლობაშიც კი, განსაკუთრებით ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დიარეასთან ერთად აღინიშნება პირღებინება. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ურჩევთ მშობლებს, რომ თუ თქვენ შვილს ან შვილიშვილს აქვს ნაზლავთა გახშირებული მოქმედება 3 და უფრო მეტი დღეში, როგორც წესი, ესეთ შემთხვევაში 10-15 და უფრო მეტიც არის ნაზლავთა მოქმედების სიხშირე, განავალი შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს და პირიქით სითხე არის ძირითადად განმავლოვანი მასები არის მცირე რაოდენობით, აუცილებლად პირველ რიგში შეაფასეთ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა. პირველი რაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თუ ამ გამოვლინებასთან ერთად არის ტემპერატურა, არის დიარეა, დიდი რაოდენობის სითხის შემცველი განავლით, არის პირღებინება, ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ბავშვი ნაკლებად იღებს საკვებს, ნაკლებად იღებს სითხეს, აუცილებლად შეაფასეთ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა. ესეთ დროს ამასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და რეალური გამოსავალი, ვინაიდან მძიმე გაუწყლოება, რაც ამ შემთხვევას ახლავს, პირველ რიგში ვლინდება ჩაცვენილი თვალებით, ვლინდება საკვებზე და სითხეზე ვარის თქმით და ვლინდება ძილიანობით. აი ძილიანობა გახლავს სწორედ ის ნიშანი, ნაკლებად აქტიური ბავშვი, მივარდნილი ბავშვი, ძილიანი ბავშვი, რომელიც პირდაპირ მიმანიშნებელი უნდა იყოს მშობლისთვის, რომ ამ ბავშვის სახლში გაჩერება არ შეიძლება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. ბატონო, თქვენი კლინიკის მაგალითზე კითხავთ, ხა სეზონიდან, ანუ დასვენებიდან დაბრუნებული ბავშვები უფრო მეტად რა ინფექციებით, ვირუსებით მოგმართავენ, რა არის? დაბრუნებულ ბავშვებზე არ არის საუბარი, საუბარია რა არის ის ძირითადი სიმპტომი, რომელიც ესეთ შემთხვევაში ზაფხულის დროს ხდება მიმართვიანობის მიზეზი კლინიკაში. როგორც წესი, დაბრუნებულ ბავშვებს უკვე მწვავე პერიოდი გადატანილი აქვს, ამიტომ ანამნეზურად ნამდვილად ვიცით, რომ ესეთი შემთხვევები ყოფილა. კლინიკაში მიმართვიანობის ძირითადი მიზეზები ახლა ზუსტად ის რაც ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც ახლავს თან გამონაყარი და ეს გამონაყარის ლოკალიზაციაზე უკვე ვისაუბრეთ და ვირუსული დიარეის შემთხვევებიც, აი დიარეა, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ასევე არის. შედარებით შემცირებულია ფილტვის ანთების შემთხვევები, შედარებით შემცირებულია ბრონქიოლიტის შემთხვევები, ანუ შეტევით ხასიათის ყველით და სუნთქვის გახშირებით მიმდინარე დაავადების შემთხვევები, ესეც უნდა იყოს ერთეული ესეთი შემთხვევების რაოდენობა, ძირითადი აქცენტი კეთდება სწორედ აი ამ ზემოთ ორ აღნიშნულ მიმდინარეობას და ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ მიმართვიანობა სასუნთქის სისტემის დაავადების სიმპტომებით არის შემცირებული. მკვეთრად შემცირებული ზამთრის პერიოდთან შედარებით. ანუ ეხლა არ არის სასუნთქის სისტემის დამაზიანებელი ვირუსების მოქმედების პიკი, ეხლა უფრო მეტად არის ის ვირუსი, რომელმაც შეიძლება ცხელებასთან ერთად გამონაყარი გამოიწვიოს, ცხელებასთან ერთად ნაზლავთა მოქმედების გახშირება გამოიწვიოს და ასე შემდეგ. და გადავიდეთ მეორე ნაწილზე, ანუ ახალი სასწავლო წელი და მზადება უკვე ზამთრის სეზონისთვის. როგორც კარგად მოიხსენება ჩვენს მოსახლეობას, ბოლო წლების განმავლობაში უკვე ათეული წელია ჩვენთან ყოველთვის სექტემბერი, აგვისტოს ბოლოს ვიწყებთ საუბარს ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს არის პერიოდი, როდესაც ველოდებით ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას. ამ ვაქცინაციისათვის იდეალური პერიოდი არის ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის დასაწყისში, როგორც წესი ვაქცინა სწორედ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ ნახევარში შემოდის ქვეყანაში. 200,000 დოზა წინა წლების განმავლობაში იყო მოწოდებული სახელმწიფოს მიერ, სამწუხაროდ ყოველ წელს ბოლომდე გახარჯული არასოდეს არ ყოფილა, რამდენიმე 1000 დოზა ყოველთვის რჩებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი მოსახლეობის ინფორმირება გრიპის ვირუსის
მიმდინარეობის სიმძიმესთან და მისი მკურნალობის და მისი პრევენციის დღეს არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა ამერიკის პედიატრიის აკადემიის ანალიზი 2025 წლის 2024-2025 გრიპის სეზონთან დაკავშირებით. იქ ხაზგასმით წერია, რომ ჯერჯერობით ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ეს აქტუალურია საქართველოს შემთხვევაშიც გრიპი რჩება იმ დაავადებად, რომელიც გაიგივებულია გაციებასთან. და მოტანილი აქვს ამერიკის პედიატრიის აკადემიას ამერიკის მონაცემები 2024-2025 წლის 25-2026 წლის სეზონზე 195 ბავშვი მოკვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებების გამო 191 ბავშვი ერთ დიდ მაგრამ ქვეყანაში, მაგრამ ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი და ხაზგასმით არის აღნიშნული, ამ გარდაცვლილი ბავშვების 85% იყო აუცრელი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ. ასევე არის ნაჩვენები ერთ-ერთი კვლევა, ბოლო კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის პედიატრიის აკადემიის ჟურნალში, სადაც ბოლო 10 წლის მონაცემებია გაანალიზებული და სადაც ნაჩვენებია, რომ გრიპის ვაქცინის ეფექტურობა ლეტალობის თავიდან აცილების თვალსაზრისით 80%-ზე მეტ შეადგენს. 80%-ზე მეტი, ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე ალბათ სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. აუცილებელია ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან ასაკის გამო ეკუთვნის რისკის ჯგუფს, ეს ინფორმაცია გქონდეს, რომ ქვეყანაში წელსაც იქნება ვაქცინა გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პირველ რიგში გათვალისწინებული რისკის ჯგუფებისთვის და რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება სწორედ მცირე ასაკის ბავშვები. ეს არის 2 წლამდე ასაკის ბავშვი, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები. 6 თვიდან ზემო ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია გრიპის დასაშვებია და ერთი განსხვავება, რაც იქნება შაშანდელი წლისაგან, წელს ქვეყანაში შემოვა 3 კომპონენტიანი ვაქცინა. 3 კომპონენტიანი ვაქცინის შემადგენლობაში შევა 2 A ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი და 1 B ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი. შარშან შემოსული იყო 4 კომპონენტიანი. აქ 2 A ტიპისა და 2 B ტიპის ვირუსი იყო, თუმცა ის B ტიპის ვირუსი, რომელიც შესული იყო ამ ვაქცინის შემადგენლობაში, უკვე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აღარ იწვევს დაავადებებს, შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით არის 3 კომპონენტიანი ვაქცინა უკვე რეკომენდებული და ჩვენ ქვეყანაშიც იქნება ეს ვაქცინა, რაც ისევ შევახსენებ მოსახლეობას ეფექტურობას 80%-ით ეფექტურობით ხასიათდება პედიატრულ პოპულაციაში და ეს აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. თქვენ თქვით, რომ ზაფხულის პერიოდში ცირკულირებს როტავირუსი და სხვა ვირუსები, რომლებიც ხასიათდება დიარეით. რა არის ხოლმე ძირითადად გამომწვევი, რაზე უნდა იფრთხილონ მშობლებმა, თქვათ, რა იწვევს, საკვები იწვევს თუ რისგან არის? საკვებთან დაკავშირებული ნაწლავური ინფექცია ძირითადად არის ბაქტერიებით განპირობებული, კერძოდ ეს ეხება სალმონელას და ეს ეხება განსაკუთრებით კვებასთან დაკავშირებულ იმ პრობლემას, რაც ჩვენი მხრივ კლასიფიცირებულია როგორც არასწორად შენახული პროდუქტი და არასწორად მომზადებული პროდუქტი. განსაკუთრებით ეს ეხება მალქუჭებად პროდუქტებს, როდესაც ზაფხულში მაცივრის გარეშე დაყოლებული პროდუქტი 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში უკვე ითვლება მაღალი რისკის შემცველ პროდუქტად დიარეისა და პირღებინების გამოწვევის თვალსაზრისით. ამიტომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ზაფხულში ინტოქსიკაციის. ასევე გარკვეულწილად უკავშირდება დიარეი და ღებინებით მიმდინარე დაავადებების საცურაო აუზებს, ვინაიდან აუზში თუ არ არის დაცული ჰიგიენის განსაკუთრებული მოთხოვნა, აუზით სარგებლობის წინ შხაპის მიღება, რისკი იმისა, რომ ადამიანისაგან ერთი ადამიანისაგან, რომელმაც გადაიტანა ერთი კვირის წინ თუნდაც დიარეა ინფექცია გადაედოს განსაკუთრებით ბავშვებს, არის ძალიან მაღალი. როტავირუსის სიჭარბე ზაფხულის პერიოდში არ არის, უფრო მეტად როტავირუსული და სხვა ტიპის ვირუსული დიარეები არის მეტი ზამთრის განმავლობაში, მაგრამ ვირუსული დიარეები ზოგადად დიარეის გამომწვევი, აი რაც წყლის დიდი რაოდენობის შემცველობის განავალს ეხება, მისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ზაფხულშიც ფიქსირდება.
ამის ხომ არ გვეტყოდით აი სასკოლო და ბაღის სეზონისთვის, აი განსაკუთრებით რაზე გავამახვილოთ ყურადღება? ერთს დავამატებდი მარიამის კითხვასთან პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა პირველი რაც აღვნიშნე პროდუქტების შენახვა მაცივარში და მაცივიდან გამოყენებიდან 2 საათის განმავლობაში მოხმარება, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ხელისიგიენა. ამ დაავადებების დიდი ნაწილი ესე არის კლასიფიცირებული ორალურ ფეკალური დაავადება. ორალურ ფეკალური დაავადება სამედიცინო ტერმინია, რომლის უკან დგას ინფექცია, რომელიც გადაეცემა ბავშვს თუ ხელით შეეხება იმ საგანს ან იმ პროდუქტს, რომელზეც შეიძლება მოხდა ინფიცირებული ადამიანისგან განავლოვანი მასა და შემდეგ ხელის დაბანის გარეშე მიირთვევს ან საკვებს, ან ხილს და მოხდება პირის ღრუში. ამიტომ ხელების ჰიგიენა, პროდუქტების სათანადო წესით შენახვა, სათანადო წესით თერმული დამუშავება, კარგად გარეცხვა ხილისა და ბოსტნეულის არის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა. რაც შეეხება კითხვას, მოკლე რეკომენდაცია აი სწავლის დაწყების წინ. სწავლის დაწყების წინ რეკომენდაცია არსებობს ძალიან მარტივი, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც სწავლის პერიოდზე ვსაუბრობთ სექტემბრის 15-დან შემდეგ პერიოდი. პირველი რეკომენდაცია ჯერ კიდევ არის დარჩენილი 1 თვე და მაქსიმალურად გამოიყენეთ 1 თვე იმისათვის, რომ ბავშვის დასვენება იყოს აქტიური. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ხშირად ვსაუბრობთ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როდესაც მცირე იმ პერიოდის 1 წლის განმავლობაში მცირე პერიოდია ეს, მაგრამ აი ამ პერიოდში გარკვეულმა შეზღუდვებმა გადაადგილების, ფიზიკური აქტივობის, ქუჩაში გასვლის და თამაშის გამოიწვია სერიოზული ზეგავლენა წონასთან დაკავშირებით. წონის მატება ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის თვალსაზრისით, აღნაგობის პრობლემები, მხედველობის პრობლემები ყველაფერი უკავშირდებოდა ბავშვების ნაკლებ აქტიურობას და იზოლირებას ჩაკეტილ სივრცეში. დასვენება არის მაშინ ბავშვისათვის სასარგებლო, თუ ეს არის აქტიური დასვენება. ყოველ დღე მინიმუმ 1 საათიანი ფიზიკური აქტიურობა. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ზღვის კურორტზე თუ ისვენებთ, ეს იქნება ცურვა, მთის კურორტზე თუ ისვენებთ, ეს იქნება ფეხბურთი, სირბილი, სეირნობა, ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობა, მინიმუმ 1 საათის განმავლობაში ინტენსიურ ფიზიკურ აქტიურობაზეა ვსაუბრობთ სკოლის ასაკის ბავშვებში, ეს არის ის, რაც ჭირდება თქვენ შვილს. რაც შეიძლება მეტი დრო გარეთ, რაც შეიძლება მეტი დრო ჰაერზე, რაც შეიძლება მეტი დრო ფიზიკური აქტიურობით, ეს იქნება ის, რაც შეიძლება ჩვენ დარჩენილი 1 თვის განმავლობაში გამოვიყენოთ. სკოლაში მომზადებასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა შევახსენო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასაკი, სკოლის ასაკი და სკოლის ასაკში ჩვენ სკოლაში მიყვანილი ბავშვი უნდა იყოს ვაქცინაციის სრული სტატუსის მქონე. ვაქცინაცია ძირითადი კომპონენტები 5 წლის ასაკში მთავრდება საქართველოში და ყველა ის ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის, უნდა იყოს ვაქცინირებული ეროვნული კალენდარის შესაბამისად და კიდევ ერთხელ ვთხოვ მშობლებს გადახედონ ვაქცინაციის კალენდარს, რომც არ იყოს 5 წლის ასაკში ვაქცინირებული, ეხლა 1 წლის დაგვიანებითაც სავსებით შესაძლებელია მეორე დოზის გაკეთება, განსაკუთრებით ეს ეხება წითელას, რომლის შემთხვევები ქვეყანაში 2020 წელს იყო ყველაზე მეტი ბოლო 6-7 წლის განმავლობაში.